სპეციალურად რუსთავიორის დილის გადაცემისთვის აბრეშუმის მუზეუმმა პირველად გამოამზეურა პეპლების უნიკალური კოლექცია, რომ თქვენ დღეს ჩვენს არხზე ნახოთ არაერთი უმშვენიერესი სიმეტრია, რომელსაც ბუნება ხატავს. ვინ დაიწყო საუკუნის წინ ამ უნიკალური კოლექციის შეგროვება და ვინ უვლის დღეს ასლოვან პეპლებს აბრეშუმის მუზეუმში? ანი მარღანიაკი ამბობთ. წელს მიღწეული პეპლები ფოტოობიექტივის წინ პირველად მოხვდნენ. სხვადასხვა ჯიშის, ფერის, ფორმისა და წარმომავლობის აბრეშუმ ხვევიებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფოტოსესიას უწყობს. აბრეშუმის მუზეუმისთვის ვიღებ პეპლებს და აღმოაჩინე, რომ თურმე ბუნება ისეთი მხატვარი ყოფილა, ისეთი სასწაული მხატვარი, რომ ასე ყველაზე ცნობილი მხატვარი რომ დააყენე, ისინი ვერ დახატავენ, ამ სიმამაზეს ვერ შექმნიან. ჩვენ ძალიან შთამბეჭდავი ვიყო ამ პეპლებთან მუშაობა და თითოეული პეპელა არის არა მხოლოდ ჩვეულებრივი ექსპონატი, არამედ ხელოვნების ნიმუშიც, ბუნების ნიმუშიც და ასთავარია თვალისის კარგი წყლის დასალევი. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თბილისში 1887 წლიდან არსებობს. მუზეუმი მეცნიერმა პროფესიით ბიოლოგმა ნიკოლაი შავროვმა დააარსა. კოლექციის დიდი ნაწილი სწორედ მან ჩამოიტანა საფრანგეთიდან. ცნობილია ისიც, რომ გარეული პეპლების მდიდარი კოლექცია შავროვმა საუკუნის წინ გერმანელი კოლექციონერისგან შეისყიდა. დღეს კი მუზეუმში 300-მდე დღის და ღამის პეპელაა დაცული. ექსპონატების შესანახად სპეციალური ჰერმეტულად დახურული შემინული ყუთები დამზადდა. სპეციალურად აი ამ კედლებისთვის და ამ საცავისთვის არის ეს ყრუკარადები. აუცილებელი იყო აქ განსაკუთრებული მოპყრობა თითოეული ექსპონატის მიმართ. არ იყო აუცილებელი და არ იყო საჭირო ხშირი გამოღება, კონტაქტი. ესეც აზიანებს. ეხლაც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ხსნით ამ კარადას. დროთა განმავლობაში პეპლების კოლექციის ნაწილი დაზიანდა. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უნიკალური პეპლები მუზეუმის თანამშრომელმა ვალერი პეტროვმა აღადგინა. სწორედ ეს ადამიანი ზრუნავს კოლექციის გამდიდრებაზეც და წელიწადში რამდენჯერმე ახალი ექსპონატები თავსებს. მუზეუმში ასევე თუთის ფოთლები, აბრეშუმის ქსოვილები, ბუნებრივი საღებავები და უნიკალური ჭიის პარკის კოლექცია ინახება. მე როცა მოვედი ამ მუზეუმში, როგორც ენტომოლოგი, აღმოჩნდა, რომ ძალიან დაზიანებული კოლექცია დამხვდა. შეჭმული იყო ანტრენუსით ან მავნებლით, რომელიც ძირითადად არ დატოვა არც ერთი სხეული პეპლის და ნაწილობრივად ეყარა კუთებში ფრთები და მაინც ძალიან დიდი შრომა მომიწია, იმიტომ ხელოვნურად ვაკეთებდი სხეულებს. უნიკალური ექსპონატები ფართო საზოგადოებისათვის წელს პირველად მუზეუმების საერთაშორისო დღეს გამოიფინება. ამასთან ერთად იგეგმება ღია ბარათებისა და ბუკლეტის პრეზენტაცია, რომელზეც საუკუნოვანი პეპლები იქნებიან გამოსახული. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება აბრეშუმის ჭიის მოვლის პროცესში ჩაერთოს. მუზეუმს ყავს ყველა ასაკის დამთვალიერებელი. როგორც სასკოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვები მოდიან, ასევე მოდიან უფროსები. მოდიან ბევრი ყავს უცხოელი დამთვალიერებელები, რომელიც დიდ აღფრთოვანებას გამოხატავენ ხოლმე. დიდებს როგორც წესი მოწონთ ქსოვილების და საღებავების კოლექცია. ბავშვები უფრო ინტერესდებიან აბრეშუმის ჭიის ცხოვრებით და მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებით. 300-მდე ექსპონატი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 16 მაისს გამოიფინება. პეპლების კოლექციის ხილვას დამთვალიერებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.